ჩინეთი უკვე წლებია იკავებს კლდეებსა და რიფებს მთელ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და ზოგ შემთხვევაში ახალ ხელოვნურ კუნძულებსაც აშენებს. CSIS-ის ვაშინგტონში მდებარე კვლევითი ცენტრის მიხედვით 2013 წლიდან შექმნილია დაახლოებით 13 მილიონი კვადრატული მეტრი ახალი მიწა და გაზრდილია ჩინეთის სამხედრო ადმინისტრაციული დაზვერვა. პარასელის კუნძულებზე ჩინეთს 20 სამხედრო პოსტი აქვს, ხოლო სპრატლის კუნძულებზე 7. პეკინი ასევე აკონტროლებს სკარბოროს რიფს, რომელიც 2012 წელს ხელში ჩაიგდო სანაპირო დაცვის მუდმივი პატრულირებით, თუმცა ამ ობიექტზე ინფრასტრუქტურა არ აუშენებია. საინტერესოა, როგორ უმკლავდებიან სხვა მთავრობები ჩინეთის ექსპანსიას. ტაივანი ერიდება ჩინეთთან ღია კონფრონტაციას. სამხრეთ ჩინეთის ზღვის მიღმა, ჩინეთი ტაივანს თავის ნაწილად მიიჩნევს და მათ შორის არსებული პოლიტიკური უთანხმოება ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს საომარ მდგომარეობაში. ამიტომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა სიმშვიდეს და სტატუს კვოს ამჯობინებს. თუმცა პროვოკაციებს მაინც აქვს ადგილი. მაგალითად, 2025 წლის სექტემბერში ჩინეთის სანაპირო დაცვის გემები ტაივანის მიერ კონტროლირებულ წყლებში შევიდნენ, რამაც ტაივანის სრუტეში დაძაბულობა შექმნა. ბრუნეი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩინეთთან ვაჭრობაზე. ბრუნეის ექსპორტი ჩინეთში 2019 წლიდან გახუთმაგებულია, შესაბამისად მას აღარ აწყობს სავაჭრო პარტნიორის დაკარგვა. მალაიზიაც როგორც წესი მშვიდადაა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნავთობისა და გაზის მოპოვებას ცდილობს ისეთ ზონებში, სადაც მისი ეკონომიკური ზონა ჩინეთის 9-ხაზიან მონაკვეთს ემთხვევა. ჩინეთი პროტესტს გამოხატავს, მაგრამ მალაიზია საქმიანობას მაინც აგრძელებს. ვიეტნამს მთელ რიგ კუნძულებზე აქვს პრეტენზია და მათზე კონტროლის დასამყარებლად ნელ-ნელა ჩინეთის ტაქტიკასაც იმეორებს. 2014 წელს ვიეტნამმა შენიშნა ჩინური კომპანიის ნავთობის პლატფორმა პარასელის კუნძულებთან ახლოს, სადაო ზონაში. პეკინის აზრით, ტერიტორია ჩინეთის საზღვრებში იყო, ხოლო ვიეტნამმა ეს ნაბიჯი თავისი სუვერენიტეტის დარღვევად შეაფასა. ჩინეთმა რეგიონში გაგზავნა ასობით გემი, რომლებმაც ვიეტნამური ხომალდები აგრესიულად განდევნეს, რასაც ვიეტნამში მოჰყვა მასობრივი ანტიჩინური პროტესტები და ძალადობრივი შეტაკებები. ამის შემდეგ ვიეტნამმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში საქმიანობა კიდევ უფრო გაზარდა და 2025 წლისათვის ჩინეთთან შედარებით 70%-ით მეტი ხელოვნური კუნძული აშენა, თუმცა უცნობია, რატომ არ პასუხობს ამას ჩინეთი. შეიძლება დათმობაზე მიდის კომუნისტურ პარტიებს შორის პარტნიორობის გამო, ან უფრო მედგარ მოწინააღმდეგესაც უმკლავდება. ფილიპინებს. ფილიპინები ჩინეთის ყველაზე ხმამაღალი მეტოქეა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. გარდა იმისა, რომ მანილამ პეკინს სასამართლო დავა მოუგო და საერთაშორისო სკანდალში გახვია, ფილიპინებსა და შეერთებულ შტატებს შორის 1951 წლიდან არსებობს ერთობლივი თავდაცვის ხელშეკრულება, რითაც ამერიკა იღებს პასუხისმგებლობას მის უსაფრთხოებაზე. თუმცა ჩინეთი არც ამას უშინდება. მე ქეთევან ჭინჭარაძე ვარ, ეს კი დამოუკიდებელი ანალიტიკური ინიციატივა ცნობისთვის.